გვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. ზაზა ჭიტანავასთან ერთად. ვუსმენთ ერთმანეთს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის მიერ ახლად დამტკიცებულმა გენერალურმა დირექტორმა საქართველოს უხუცესი ტელევიზიის რეორგანიზაციის ისეთი ინიციატივა წამოაყენა, რამაც საზოგადოებაში მკვეთრი ნება და ღელვა გამოიწვია. ტელევიზიაში ცვლილებების აუცილებლობას ყველა ეთანხმება, მაგრამ მისი განხორციელების ხედვებია განსხვავებული. დაგვირეკეთ და გითხარით რადიო მსმენელებო, თუ როგორ წარმოგიდგენიათ იმ ტელევიზიის მომავალი, რომლის ფუნქციონირების თანხებით ჩვენი საქართველოს თითოეული მოქალაქის ფულით გროვდება. გამარჯობა, ჟურნალისტი ზაზა ჭიტანავა გახლავართ და დღეს ჩვენ უსმენთ ერთმანეთს. ჩვენი დღევანდელი სასაუბრო თემაა საზოგადოებრივი მაუწყებლის რეორგანიზაცია. ინტერაქტივის კითხვა კი შემდეგი თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებელი 292 1188 ან 292 1189-ია რადიო იმედის პირდაპირ ეთერის ტელეფონის ნომრები. შეგახსენებთ, დღეს დილიდან საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში ბორდისა და გენერალური დირექტორის შეხვედრა მიმდინარეობს. ეს შეხვედრა მას შემდეგ დაინიშნა, რაც მაუწყებლის ახალი ხელმძღვანელობის ინიციატივამ არხის რეორგანიზებასთან დაკავშირებით ნებათა ღელვა გამოიწვია საზოგადოების მხრიდან. ბორდს ასევე მიმართეს ადამიანებმა, რომლებიც დასაქმებულნი არიან ტელევიზიაში, რომ არხის განვითარების ალტერნატიულ ხედვებს ისინიც წარუდგენენ და მათ ამ სიახლემდე, ან ინიციატივამდე, ასე ვთქვათ, არ მისცენ გასაქანი და დამტკიცებული სახე იმ ინიციატივას, რომელიც გააჟღერა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა ხელმძღვანელობამ. ჩვენ საშუალება გვაქვს ახლა პირდაპირ ეთერში გავეზაუროთ ლაშა მესხს, რომელიც ისაუბრებს იმ ინიციატივებზე, რომელსაც ისინი წარუდგენენ ბორდს. ლაშა მესხი საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი გახლავთ და ამავე დროს საქართველოს მედიის პროფესიული კავშირის თავმჯდომარეა. საღამოშვიდობისა, ლაშა. გამარჯობათ, მოგესალმებით, მივესალმები მსმენელს. ლაშა, უღრმესი მადლობა, რომ დღეს ასეთ დატვირთული და აქტიური დღის ფონზე ახერხებდა გვერდები პირდაპირ ეთერში. მოკლედ, შენი განცხადება იყო, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელში საინიციატივო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც ბორდს არხის განვითარების ალტერნატიულ ხედვებს წარუდგენს. რას გულისხმობს ეს პაკეტი, ასე ვთქვათ, შეიძლება დაწერილი სრული სახით არ იქნება, მაგრამ დაახლოებით როგორი წარმოგიდგენიათ ალტერნატივის სახით იმასთან მიმართებაში, რაც წარმოადგინა ახალმა გენერალურმა დირექტორმა? კი ბატონო, ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ამ დოკუმენტის შესახებ, ანუ აქ შეიძლება მომზადდეს დოკუმენტი, შეიძლება მომზადდეს წინადადებები. ამ კუთხით უკვე აქტიური მუშაობა გუშინდელი ღამის შემდეგ მიმდინარეობს და არ შეწყვეტილა 3-4 საათიანი შეხვედრები მიმდინარეობს თანამშრომლებს შორის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და ხაზგასასმელია, მინდა აღვნიშნო, რომ თანამშრომლებს შორის არის სრული ერთიანობა, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ასეთ კრიზისულ ვითარებაში და მე მჯერა, რომ ეს ერთიანობა გამოიღებს იმ შედეგს, რომ რეალურად ჩვენ მოგვისმენენ, ჩვენ ამის მოლოდინი გვაქვს, ჩვენ ამის იმედი გვაქვს და ველოდებით მოვლენათა განვითარებას. ჩვენ დღეს უკვე მივმართეთ სამეურვეო საბჭოს შესაბამისი დოკუმენტით, ანუ წერილით, სადაც ვთხოვეთ ამ ადამიანებს ის დოკუმენტები, იგივე ფინანსური და ასე შემდეგ, რომელზე დაყრდნობითაც ჩვენ შევადგენთ ჩვენ წინადადებებს და ერთობლივად განვიხილავთ თუ რა ალტერნატივებზე შეიძლება ვისაუბროთ. მე მინდა კარგად გაიგოს საზოგადოებამ ჩვენი დამოკიდებულება არ არის ვინმე კონკრეტულთან დაპირისპირება, ჩვენი დამოკიდებულება არ არის ის, რომ ჩვენ არ გვინდა ცვლილებები და ჩვენ არ გვინდა რეფორმები, ჩვენი დამოკიდებულება არის მარტივი, ჩვენ გვინდა ცვლილებები, ოღონდ ცვლილებები უმტკივნეულოდ და ცვლილებები თუ ამ ტელევიზიაში არის დასაწყები, ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ ცვლილებები არის დასაწყები ზემოდან ქვემოთ, ანუ ვინც დააშალა, მოდი ჯერ იმათ მოვთხოვოთ პასუხი და შემდეგ შესაძლებელია, პარალელურ რეჟიმში შესაძლებელია გარკვეულწილად ვიფიქროთ რეფორმაზე, რესტრუქტურიზაცია, რეორგანიზაცია, ატესტაცია თუ რა სახელწოდებას და რა ფორმასაც მოვძებნით, ამაზეც მინდა რომ ეს ყველაფერი იყოს დიალოგის რეჟიმში გადაწყვეტილი. ლაშა, ის მთავარი ინიციატივა, რამაც, ასე ვთქვათ, გამოიწვია იმის აუცილებლობა, რომ თანამშრომლებმა ალტერნატიულ პაკეტზე უნდა იფიქრონ. რა იყო იმ ინიციატივათა პაკეტიდან, რომელიც წარმოადგენა გენერალურმა დირექტორმა?
ინიციატივათა პაკეტზე კონკრეტულად ამ შემთხვევაში არ ვისაუბრებ, აქ თავარი პრობლემა რაც დავინახეთ, აქ ამ 7 პუნქტიან გასაგულისმობ ამის ახლა პუნქტობრივ განხილვას ავერც მოვასწრებთ, დიახ. ერთი მომენტია, მარტივი მომენტია, რომ რეალურად საფრთხე შეექმნა საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა, საფრთხე პირველ რიგში შეექმნა აქ დასაქმებულ ადამიანებს, ღირსეულ ადამიანებს, ღირსეულ პროფესიონალებს, იმ ადამიანებს, რომლებთან თქვათ, ყველანაირად ემოციურად, ყველანაირად ამ ადამიანებზე გამოიარა ის უმძიმესი წლები, რომელიც გამოიარა ამ მაუწყებელმა. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შრომის კოდექსი სრული დაცვით მოხდეს ყველა პროცედურა, რაც მოხდება და მოხდეს ისე, რომ ეს პროცესი იყოს მაქსიმალურად უმტკივნეულო. ჩვენ არ ვითხოვთ რაიმე სახით რამე ან რეფორმირების შეჩერებას, ან მსგავს, თქვათ, განცხადებებს არ ვაკეთებთ. ეს უნდა გაკეთდეს დიალოგის რეჟიმში, ეს უნდა გაკეთდეს შვიდ წყნარ ვითარებაში და არა შეურაცხყოფების ფონზე, არა იმ ფონზე, რომ თურმე ჩვენ რა უღირსი, ვთქვათ, არაღირებულები ვართ, რომ აქ არაღირებულ პროდუქტებს ვქნით, როგორ ბედავთ და როგორ ვთქვებით, ასე ვთქვათ, პლიტაზე, როგორც ეს ითქვა და ასე შემდეგ. კი, ჩვენთან არის არასახარბიელო სამუშაო პირობები, კი, ჩვენ დღემდე პლიტაზე ვთქვებით, მაგრამ ეს არ აისახება იმაზე, რაზეც არის საუბარი. ადამიანები მინიმალურ პირობებში აკეთებენ მაქსიმალური შედეგის დადებას და ეს სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი კი არ უნდა გახდეს, ეს წახალისების საფუძველი უნდა გახდეს და ამ ადამიანებისთვის დამატებული სტიმულის მისცემისთვის და თუ რეორგანიზაციაზე ვსაუბრობ კიდე ერთხელ მეორე, მოდი ჯერ მოვთხოვოთ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს მშვენიერ კოჰაბიტაციის რეჟიმში არიან ახალ უფროსობასთან მენეჯმენტს გულისხმობთ და მერე გადავიდეთ უფრო ასე ვთქვათ დაბალი რგოლის წარმომადგენლები კაცრ ნაბიჯებზე თუ ეს კაცრი ნაბიჯებით არის მაგრამ მე კიდე ერთხელ ვიმეორებ რომ აქ საუბრობთ ჩვენ ადამიანებზე ლევან აქ საუბრობთ ჩვენ არა საგნებზე არამედ ჟურნალისტებზე იმ ადამიანებზე რომლებსაც ოჯახები ყავს იმ ადამიანებს რომლებიც პროფესიონალები არიან ღირსეული ადამიანები არიან და არ შეიძლება რომ ადამიანებს ესე დამამცირებლად მოექცეს ყოველგვარ ფარგლად ხდება და მათ შორის ხდება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობა. ლაშა, ბოლო კითხვას დაგისვამ. ჩვენ ვიცით რომ დღეს ბორდის შეხვედრა მიმდინარეობდა რამდენიმე საათიანი გენერალურ დირექტორთან. თქვენ თანამშრომლებს გაქვთ ეს ინიციატივა, რომელზეც ვისაუბრეთ. ხო არ არის იმის ნიშნები და სიგნალები, რომ თქვენთან უშუალოდ მოხდეს შეხვედრა გენერალური დირექტორისა? თუ ისე ასე ვთქვათ. ჩვენ მოვითხოვეთ. კი, ლევან, აბსოლუტურად ლოგიკური შეკითხვაა. მოვითხოვეთ ესე ჩვენ წერილობით ფორმაში დღესაც წარმოვადგინეთ ჩვენი ეს თქო მოთხოვნები არა, უფრო განცხადებას დავარქმევ. ჩვენ მოვითხოვეთ ეს რომ ჩვენ შევხვდეთ ამ ადამიანებს სამუშაო ფორმატში, ანუ ეს არ უნდა იყოს შეხვედრა შეხვედრისთვის, აქ უნდა იყოს სამუშაო ფორმატი, ოღონ ამ სამუშაო ფორმატში ჭირდება გარკვეული დრო, ოღონ ეს დრო არ არის კიდე ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, ნუ არაერთხელ გაუსვა და მაგიტო ვამბობ, რომ არ უნდა იყოს ძალიან გაწელილი, იმიტომ რომ დრო ამ შემთხვევაში ჩვენ დასაქმებულების, ასე ვთქვათ, ხარჯზე მოქმედებს. აქ არის საუბარი, მე წარმოვადგენ გადაცემა მოამბეს, პირადად მე და ჩემ 12 თანამშრომელს გვაქვს ერთთვიანი კონტრაქტები, ალბათ ესეც იცით და ეს კიდე უფრო ართულებს და ამძაფრებს ამ სიტუაციას, რა სიტუაციაში დღეს არის მაუწყებელი. ამიტომ მაქსიმალურად პრაგმატულად, გონივრულად უნდა მივუდგეთ ამ საკითხს და ვფიქრობ, რომ ეხლა არის დიალოგის დრო, ეხლა არის რეალური ცვლილებების დრო და არა ის ცვლილებების, რომელიც ჩვენ წარმოგვიდგინეს და იმ რეალობით, ნუ შეიძლება ცვლილებები მისაღები იყოს, მაგრამ მიუღებელია ის ფორმა, როცა ჩვენ ხედავთ ძველ მენეჯერებს ისე თავიანთ ადგილას და თურმე ჩვენ უნდა წავიდეთ და ისინი უნდა დაშნեն. ეს არ გამოვა, ეს ვერ გამოვა და ეს შედეგს ვერ გამოიღებს და ბოლოს მე მინდა კიდე ერთხელ მადლობა უთხრა ყველა იმ ადამიანს, ყველა იმ საზოგადოების წევრს, ყველა იმ მოქალაქეს, აქტიურ მოქალაქეს, ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციას და ყველა იმ აპოლიტიკურად, ასე ვთქვათ, არაპოლიტიკურ პერსონას, რომელმაც ამ დღეების განმავლობაში ჩვენს მიმართ სოლიდარობა გამოხატა. მე მადლობა მინდა უთხრა კიდევ დღევანდელი აქციის ორგანიზატორებს, ეხა რამდენიმე საათში მე მგონი 7-ის ნახევრიდან დაიწყება მსვლელობა თესეუს მე-6 კორპუსიდან უნივერსიტეტიდან საზოგადოებრივ მაუწყებლამდე ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის ჩვენ გრძნობთ ამ ადამიანების ხარდაჭერას ჩვენ გვიყვარს ჩვენი მაყურებელი და მაყურებლის სიყვარული არის ყველაზე დიდი რაც კი შეიძლება ჟურნალისტმა და ტელესიმსეში დასაქმებულმა ადამიანმა იმატოს. დიდი მადლობა
უღრმეს მადლობას მოგახსენებ. მადლობა თქვენ მედიას სრული მხარდაჭერას გზნობთ თქვენგან და დიდი მადლობა რადიო იმეს და პირადად თქვენ. მადლობა, წარმატებას გისურვებთ. ლაშა მესხი საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, საქართველოს მედიის პროფესიული კავშირის თავმჯდომარე გვესაუბრებოდა პირდაპირ ეთერში. ჩვენ განვაგრძობთ ამ თემაზე საუბარს. ჩვენი ინტერაქტივის კითხვაც არის შესაბამისი თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებელი 292 11 88 ან 292 11 99 ამ ნომრებზე დარეკეთ ამ თემაზე თქვენი აზრის გამოსახატავად და ჩვენ შემოგთავაზებთ მორიგ სატელეფონო დიალოგს. ხაზზეა ქალბატონი იანთაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველი. საღამშვიდობისა ქალბატონია. მოგესალმები და მივესალმები ჩვენს მსმენელებს. დიდი მადლობა რომ ამ დატვირთულ გრაფიკში გამონახეთ ჩვენთვისაც რამდენიმე წუთი და შეგიძლიათ ჩაგვერთოთ პირდაპირ ეთერში. კი ბატონო. ქალბატონია, ჩვენ ახლა ვესაუბრებოდით ჟურნალისტს, რომელმაც გაახმოვანა ის ინიციატივა ბორდის მისამართით, რომლითაც თანამშრომლების მიერ წარდგენილ ალტერნატიულ პაკეტამდე არ მოხდეს, ასე ვთქვათ, საბოლოო განხილვა თუ დამტკიცება იმ ინიციატივებისა, რომელიც წარმოადგინა ბატონმა მაღლაფერიძემ. თქვენ როგორ ფიქრობთ ამ მასთან საუბარში, ასე ვთქვათ, კითხვაც გაჩნდა შემდეგი. გენერალური დირექტორი დღეს ბორდის წარმომადგენლებს შეხვდა და ეს ადამიანები ცალკე არიან და თავიანთ პოზიციას გამოხატავენ. ხო არ დგას დღის წესრიგში და ხო არ არის იმის რეალური შესაძლებლობა უკვე გამოკვეთილი, რომ გენერალური დირექტორი უშუალოდ შეხვდეს ამ ადამიანებს, რომ იქნებ აი ამ უშუალო კომუნიკაციით უფრო მეტად მოხდეს გარკვევა დეტალებში. ერთი რაც ახასიათებს ჩვენს გუნდს არის ის, რომ კომუნიკაციის პრობლემა ნამდვილად არ აქვს. ლაშას ჩვენ არაერთხელ შევხვდით და ნებისმიერ ფორმატში მზადვართ და მაშინაც უთხარით, რომ საერთოდ არ არის პრობლემა ჩვენთან შეხვედრა არასდროს და რა თქმა უნდა არ არის პრობლემა დიალოგი და რა თქმა უნდა არც მოსმენა არ არის ჩვენი პრობლემა. ასე რომ ეს ღია კარის მტორებას რა დაემსგავსოს, ჩვენ ყოველთვის მზადვართ, რომ მოусმინოთ ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც უნდა ჩვენთან საუბარი და რომელსაც ჭირდება, ვთქვათ, ეს კომუნიკაცია და პირიქით მოხარული ვართ ყოველთვის. გასაგებია. თქვენი აზრით ბატონი მაღლაფერიძის ინიციატივიდან რა მიმართულებებმა გამოიწვია საზოგადოების ასეთი მკვეთრი და არაერთგვაროვანი რეაქცია, იმიტომ რომ ეს რეაქცია, ასე ვთქვათ, მკვეთრად ჩანს დღეისთვის და ფაქტობრივად დღის თემაა დღეს სწორედ ეს საკითხი. საქმე ის არის, რომ ყდება ჩვენს სამეურვეო საბჭოს საზოგადოებას თანხმდებით, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში ცვლილებები აუცილებელია. დიახ, ამაზე ფაქტობრივად აბსოლუტური კონსენსუსია. დიახ. ამაზე ეს არიწევს. დიახ, რა თქმა უნდა. სამეურვეო საბჭოსთან პირველ შეხვედრაზე გავიარეთ პრეზენტაციის პირველივე გვერდები, სადაც არის აღწერა მდგომარეობის, თავისი ფინანსური დასაბუთები და ასე შემდეგ და არ დასმულა კითხვები ამასთან დაკავშირებით, რომ ეს აღწერა არის რეალობის აღწერა თუ თქვა რამე აკლია თუ რამე გაზვიადებულია, ხო? აბსოლუტურად ყველა თანხმდებით, რომ მდგომარეობა არის მძიმე და საჭიროებს ცვლილებებს. ის რაც იწვევს კითხვებს, ის რაც იწვევს წინააღმდეგობას, ეს არის ფორმები, როგორ უნდა მივახციოთ მიზანს და როგორ უნდა შევცვალოთ არსებული ვითარება. აი გვართ A წერტილში და B წერტილში რომ უნდა მივიდეთ. ამაზეც ყველა თანხმდებით, მაგრამ A წერტილ და B წერტილამდე როგორ მიმოძრაოთ, რა ნაბიჯები გადავდგათ. აი ამასთან დაკავშირებით არის კითხვები და ზოგი მხრიდან არის წინააღმდეგობა და რა თქმა უნდა სწორედ ამიტომ არის სამუშაო შეხვედრები, მათ შორის არა მხოლოდ სამეურვეო საბჭოსთან, არამედ საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებთან დაინტერესებულ გუნდებთან, ხვალ არასამთავრობო ორგანიზაციებს ხვდებით, მე კიდევ არ ვიცი შევხვდებით ყველას, ვისაც კი სურვილი აქვს პროცესში ჩაერთოს, მათ შორის თანამშრომლების ნაწილსაც შევხვდი მე დღეს პირადად, ასე რომ ალბათ ერთობლივად უნდა ჩამოვყალიბდეთ იმასთან დაკავშირებით პირველ რიგში, რას ვეძახით ლიდერ ტელევიზიას, რას ვეძახით კარგ საზოგადოებრივ მაუწყებელს და როდესაც გვეცოდება ერთნაირი წარდგენა გვექნება ყველას, რომ კარგი საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ასეთი და ასეთი, სწორედ ამაზე საუბრობდით ბორდთან ერთად, რომ არ არსებობს კრიტერიუმები და ინდიკატორები, რომლებიც გვეტყვის ეს კრიტერიუმები როგორ სრულდება და როდესაც ჩვენ ყველა ერთად შევთანხმდებით
შევხვდებით რა არის კარგი საზოგადოებრივი მაუწყებელი. შემდეგ უკვე შევთანხმდებით, რომ არსებული ვითარებიდან აი როგორ მივიდეთ იმ კარგ საზოგადოებრივ მაუწყებლამდე, რა თანხა დაგვრჩება, რა ვადა დაგვრჩება, რამდენი თანამშრომელი დაგვრჩება ამ ეტაპზე და რამდენი დაგვრჩება შემდეგ ეტაპზე. აი ეს ყველაფერი გამოჩნდება იმის შემდეგ, რაც ჩვენ დავინახავთ რა რით დაგხვდება ერთი კვირის შემდეგ სამეურვეო საბჭო. გასაგებია ერთ კითხვასაც დაგისვენთ კალბატონია. ლაშესთან საუბრისას გამოიკვეთა ეს თემაც, რომ ანუ როგორც ჩანს განწყობა დასაქმებულებში იქ ყოფ ადამიანებს შორის, რომ ასე ვთქვათ ესრულებები ნაკლებად ეხება მაღალი რანგის მენეჯმენტს და მეტწილად დაბალი რანგის წარმომადგენლებს და უნებლიეთ ეს თემა რო შეიკრას მივდივართ იმ საკითხამდე, რომელიც ასე ვთქვათ კითხვის ნიშანს ბადებს საზოგადოების წარმომადგენლებში და ამაზე ხმამაღლად საუბრობენ რეორგანიზაციის ფარგლებში მაუწყებელი 11 თვით უნდა გაჩერდეს. რა ხდება ამ დროის განმავლობაში და კიდევ ერთი თემა უნარჩუნდება თუ არა ამ თითქმის 1 წლის მანძილზე ხელფასი ტელევიზიის თანამშრომლებს იქნებ გაგვიმართოთ ეს საქმე ის არის, რომ 11 თვით გაჩერდება თუ როგორ 11 თვით საიდან არანაირი დათვლით არ გამოდის, მაგრამ და საზოგადოებრივი მაუწყებლის გაჩერებაც ხო არანაირად არ გამოდის, იმიტომ რომ ჩვენ არ ჩერდებით, რა თქმა უნდა. საუბარია კონკრეტული გადაცემების თუ პროდუქტების გაჩერებაზე. ვაგრძელებთ მაუწყებლობას. ამ წუთას ჩვენ ჩართეთ გნებავთ პირველი არხი, გნებავთ მეორე არხი, გნებავთ რადიო, ჩვეულებრივ გრძელდება მაუწყებლობა. რა მოხდება შემდეგ ჯერ არ ვიცით, მაღალ მენეჯმენტს შეეხება თუ დაბალ მენეჯმენტს შეეხება თუ ვის შეეხება, ამის შესახებ ინფორმაცია გვექნება მხოლოდ იმის შემდეგ, რაც სამეურვეო საბჭო რაღაც გადაწყვეტილებას უყრის კენჭს და უმრავლესობის იტყვის, რომ აი ესე იქნება. ამის შემდეგ ჩვენ დავთვლით თანხასაც, ვადასაც გავწერთ და თანამშრომლების რაოდენობას მაღალი მენეჯმენტი იქნება თუ ვინ იქნება, ამის შემდეგ კაფეოდ გავაკეთებთ განცხადებას და ინფორმაციასაც მივაწოდებთ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში თანამშრომლებს და მე საზოგადოებას. დღეს ძალიან ძნელია ლაპარაკი, ვინ სად იქნება, თუნდაც მე სად ვიქნები ერთი თვის მერე ან ორი თვის მერე, იმიტომ რომ ეს არის პროცესი, სადაც ყველა ვართ პირნათელი ერთმანეთის წინაშე, იმიტომ რომ ჩვენ ვამბობთ ეს ცვლილებებია საჭირო, ყველა გვეთანხმება რომ ცვლილებები აუცილებელია, თუ ვერ შევთანხმდებით გზებზე შესაძლებელია ჩვენ მოვჩეთ უმუშევრები და სხვებმა გააგრძელონ მუშაობა და თუ შევთანხმდებით, მაშინ იმის მიხედვით აეწყობა მთელი სურათი, რაზეც შევთანხმდებით. ანუ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მარტივად რო განვმარტოთ, ცვლილებები საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარდება მხოლოდ მას შემდეგ და მოხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ ცვლილებათა პაკეტს დაამტკიცებს ბორდი, ხო? დიახ, აბსოლუტურად კი და როდის მოხდება ეს ამბავი არ ვიცით, ერთი კვირის შემდეგ არის მეორე სამუშაო შეხვედრა დანიშნული, შესაძლებელია ეს სამუშაო შეხვედრები დასრულდეს, თქვათ, რამდენიმე კვირაში, ნუ იმედი მაქვს, რომ ძალიან არ გაიჭიმება და თვითონ ბორდის განწყობაც ესეთი არის, რომ ადამიანების ბედს ეხება საქმე და უნდა მივიღოთ რაღაც გადაწყვეტილება, როგორც კი ჩამოვყალიბდებით, რომ თქვათ აი ეს ნაბიჯი არის სწორი. როგორც კი შევთანხმდეთ, მაგრამ ეს არ არის მარტო მენეჯმენტის და ბორდის შეთანხმების საგანი. ეს არის საზოგადოების ჩართულობის თემა და ეს არის ის საკითხი, რომ ვისაც კი ეს აინტერესებს, ყველა მკაფიოდ უნდა ხედავდეს, რა გვინდა ჩვენ, რა გადაწყვეტილებებს ვიღებთ და ისინი უნდა იზიარებდნენ ამ გადაწყვეტილების პათოს და შინაარსს. მოკლედ იმედი ვიქონიოთ, რომ შეფასების კრიტერიუმების საერთო ხედვამდე მივალთ და დამტკიცდება ისეთი პაკეტი, რომელიც იქნება საბოლოოდ მომგებიანი საზოგადოებისთვის. ურმესი მადლობა. დიდ მადლობას მოგახსენებთ, რადიოს ამბავს შევახსენებთ, რომ ჩვენ ვესაუბრებოდით იანთაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველს. ჩვენი გადაცემის მთავარი თემაა საზოგადოებრივი მაუწყებლის რეორგანიზაცია. ახლა რამდენიმე წუთიანი სარეკლამო პაუზა და კვლავ დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერში, არ გადარჩოთ, დაგველოდეთ. გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. 292 11 88 292 11 99. უსმენთ ერთმანეთს.
პირდაპირ ეთერშია ჟურნალისტი ზაზა ჭიტანავა. მოგესალმებით კიდევ ერთხელ თქვენ უსმენთ გადაცემას სახელწოდებით უსმენთ ერთმანეთს. ჩვენი სასაუბრო მთავარი თემაა საზოგადოებრივი მაუწყებლის რეორგანიზაცია. ინტერაქტივის შეკითხვა კი შემდეგი თქვენი აზრით როგორი უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებელი. 2921188 2921119 რადიო იმედის პირდაპირ ეთერის ტელეფონის ნომრები, სადაც შეგიძლიათ დარეკოთ და გამოთქვათ ამ თემაზე თქვენი აზრები, თქვენი პოზიცია გამოხატოთ და გვისხრათ თქვენი აზრი. როგორც უკვე მანიშნებენ მსმენელია ხაზზე და გავესაუბროთ მას. საღამოშიდობისა გისმენთ? გამარჯობა ბატონო. გამარჯობა. უპირველესმოვლისა ჩვენ უნდა გავაცნობოთ ის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ის მაუწყებელი, რომელშიც ფულს იხდის როგორც 180 ლარიანი პენსიონერი. ეს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, რომელიც უკვე სამუშაოების გარეშე რჩება. და არანაირად არ უნდა ხდებოდეს ის, რაც აღემატება ევროკომისიის ხელშეკრულებას, რომელსაც ჩვენ მოვაწერებთ ხელი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯერის პორტელის ხელფასი არ შეიძლება იყოს 10-ჯერ მეტი, ვიდრე პენსიონერის 180 ლარიანი პენსია. და იქ რას ხედავთ ჩვენ? პორტელები მენეჯერები იღებენ 3000 ევს, 5000 ევს, 7000 და არც დირექტორის, გენერალურის და არც მისი მოადგილის ხელფასი არ უნდა უტოლდებოდეს მინისტრის ხელფასს, არც მერისას. ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლობა. და კეთილი უნდა ილებუნო, ეს უნდა იყოს სოციალური სამართლიანობის ტელევიზია, რომელიც პრაქტიკულად უნდა პასუხობდეს და უნდა იყოს სოლიდარული იმ სიტუაციისა, რაშიც ცხოვრობს მოსახლეობის და ამომრჩეველთა უმრავლესობა. ჩვენ ვიხდით ფულს, მაგრამ თვითონ დაინიშნონ ხელფასი იმდენი, რამდენიც მას უნდა. დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა თქვენი პოზიციის დაფიქსირებისთვის. 2921188 2921199 რადიო იმედის პირდაპირ ეთერის ტელეფონის ნომრები. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში დღეს 12 საათზე დაწყებული შეხვედრა, როგორც ირკვევა, ამ დრომდე გრძელდება და ჩვენ ახლა საშუალება გვაქვს უშუალოდ შევიტყოთ თუ რა სიახლეებია ამ დროისთვის ამ შეხვედრაზე. ბატონი გიორგი კოხრეიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი ახალზე. საღამოშიდობისა ბატონი გიორგი. საღამოშიდობისა მიესალმებით. დიდი მადლობა რომ ახერხებთ და გვერდებით პირდაპირ ეთერში. თუ არის ამ დროისთვის დღეს უკვე 12 საათიდან მიმდინარე შეხვედრის რაიმე შედეგები ცნობილი? ჩვენ 12 საათიან შეხვედრის გარკვეულ შედეგებამდე დღეს მივედით უბრალოდ ჩვენ ვაგრძელებთ სამუშაო შეხვედრას ამ შემთხვევაში საბჭო შემდგომი ნაბიჯებისთვის და ეს შეთანხმება რომელიც დღეს მოხდა ისევ ძამჭავი იყო დღევანდელი შეხვედრა ძალიან სიტუაციებულობაში გეტარიმატა და შემოხდა კონსტრუქციულ გადაწყვეტილებამდე მივედით რომელიც მოგეკითხათ მე ძალიან დიდი ხანია მაწუხებს და მე სანამ ამ საბჭოს წევრი გავხდები მანამდეც მაწუხებდი თუმცა დაზუსტეს კრიტერიუმები ვის მიხედვით ხდება საზოგადოებრივი მაუწყებლის შეფასება ეს არის მაყურებელი ეს არის და არის მიხედვით იმიტომ ამას არის ძალიან დიდი მნიშვნელობა დღეს მაგალითად მენეჯმენტის წარმომადგენლობა აღიარეს რომ მათი წარმომადგენელი ცნებდება იყო აბსოლუტურად დაგმობილი რეიტინგიდან გამომდინარე და მათ გადადეს ეს წინანდ გამოდის პროექტზე მანამდე ჩამოყალიბდეს ზუსტად და მეც ვეთანხმები ამას კონკრეტულად რა სიტყვის საზოგადოებას საზოგადოებრივ მაუწყებელად იმიტომ რომ მაგეთ შემწირდა ხომ მე არ ვიცი ხა ეს საზოგადოებრივ მაუწყებელად ისმა და საუბრობდა ადამიანი მე აბიცნობ ხა მათემატიკა და როგორ იყო სადაც შეფასებას აკეთებდა და სოციალური მას მეთი მომენტი არის მაგრამ საზოგადოების სახელმწიფო ყველა უნდა დავისახოთ რა არის მაუწყებელი თავისი ბუნებით ეს არის ტელევიზია რომელმაც და ტელევიზია და საერთოდ მაგო ტელევიზია არის ამაუწყებელი ყველა პლატფორმაზე სრული გაგებით რომელმაც გარკვეული ფუნქცია უნდა შეასრულოს ეს ფუნქცია რა არის ეს არის სოციალური ფუნქცია თუ ეს არის გარკვეული შემოსლებითი და აი ეს არის აუცილებლად კარგად გასართობი კი კანონში არის ჩამოწეული მაგრამ საზომი ამ ყველაფრის არსებობს და იმიტომაც არის სამწუხაროდ ეს მინდა ერთი ლაპარაკობს ერთს რო არის კარგი მეორე ლაპარაკობს ერთ და განწყობებზე არის უყურებთ ჩვენ რეიტინგებს არის ძალიან დაბალი რომ მილიონის სწორად ყოფილი რადგან ის პროდუქცია თუ ადამიანი არ უყურებს ამ დროს რაღაც გარკვეული ისინი რეალობას არის ასწენები და ამიტომ არის საჭირო ის მიხედვით რომ ამ შეფასება შეუდომე ამის დაკონკრეტება უნდა მოახერხოთ ძალიან მან ერთი კვირის განმავლობაში პრაქტიკულად რომლის შემდგომ თუ ის შემდგომი ნაბიჯები და ის შემოტანილი წინადადება ის წინადადება რა სახეს მიიღებს როგორ სახეს მიიღებს უკვე იმაზე იქნება დამოკიდებული კიდევ ეს იყო ის წინადადება აგებული იმაზე რომ რეიტინგი როგორ გამოსწორდეს და როგორ გაიზარდოს ეს იყო თქვენ საუბრობთ წინათ მაშინ შეიძლება იყოს სხვა და
მეტად ჩვენ ეჭვრის გამოგებაში საზოგადოებასაგანაც უნდა მივიდეთ ჩამოყალიბეთ იმაზე თუ რას ვითხოვთ კონკრეტულად აუცილებლად გასაგებია და მომდევნო შეხვედრა დაახლოებით როდისთვის იგეგმება გენერალურ დირექტორთან ერთი კვირა ესე ზოგადად ვიცით? ჩვენ ერთი კვირაც ვარ აღებული იმისაც ვისვა ეს კონკრეტულად დავუსალოთ ჩვენ გვაქვს ამაზე ეხლა კი არ ვიგონებთ რაღაც ჩვენ ამაზე უნდა საკმაოდ ნამუშევარი და პრაქტიკულად არის ბოლომდე არის მისავარდეს ყველაფერი გასამწრებელი ეს ერთკვირიანი ვადა ჩვენ იმიტომ ავიღეთ და იმიტომ თქვით ამ შემთხვევაში როგორ ადამიანების ბედი ნამდვილად გავაროს ამ სტრესულ გარემოში ადამიანების ყოფა ნამდვილად ან ისე იყოს ან ასე იყოს ეს აბსოლუტურად ყველას მოსწრის ამით ჩვენ მოახერხეთ ის რომ მოდი ეს შევხედოთ ესეთი რაღაც ესეთი სასწაული პოზიცია ყველასთვის თითქოს პირველი შეხედვით თითქოს მოუგებელი მაგრამ ასე მოიწვით მოუგებელი იმიტომ რომ თუ რაღაცა უნდა აკეთო და გაქვთ მიზანი იმაში შეიძლება აი ეს მიზანი უნდა განსაზღვრო ზუსტად თუ არა გვაქვს მიზანი ის რომ იყოს ეს ტელევიზია მაშინ სხვანაირად იქნება ყველაფერი იქნება მიზანი რომ იყოს ისე იქნება ეს მიზანი არის ანუ ვიცი ზომად ჩვენ მის ანუ რამდენად ასრულებს მის თავის ფუნქციას ვიცი აი კონკრეტულად ვიცი ზომად აი ეს დავაკეთოთ ჩვენ გასაგებია და უბრალოდ რო გითხრათ ბორდის წარმომადგენლები ამ წუთებში სიმყობებით ტელევიზიაში და აგრძელებთ სხვადასხვა ტიპის შეხვედრებს ამ მიმართულებებით თუ უკვე დაასრულეთ რაღაც ეტაპამდე მიხვედით სიმართლე გითხრათ ვაგრძელებთ მუშაობას უბრალოდ ვფიქრობ ერთი მომენტი არის მე ჩემი აზრით თუ დაინტერესებთ ხო მე ვფიქრობ რომ რეიტინგი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი იმისა ის საფუძველზე ჩემი აზრით ადამიანები შეფასება ანუ მე პროდუქტს რო ვაწარმოებ ხო ანუ მე მინდა მაგალითად განათლება შევიწყო საზოგადოებაში თუ მე არ მიყურებს არავინ საზოგადოების მაშინ მე პროდუქტი ვერ მინდა მიუხედავად იმისა რომ ამას ვაკეთებ მე მგონი ამაში მეთანხმებით ხო ანუ რაღაცნაირად ეს უნდა დაბალანსდეს რომ მე ეს რომ მივიტანე იქამდე რაღაც საზომით უნდა იზომებოდეს ზოგი ამბობს მივიტანე მაგრამ ეს სურათი მაჩვენებს არ მივიტანე ის მეუნება ამას და ამ გაუწევლობაში იმიტომ რომ ბოლო ყველაფერს თავი დავანებოთ ჩვენ შეიძლება ერთი მივიღოთ იმათთან მეორე მივიღოთ მაგრამ საზოგადოება უყურებს ტელევიზორს და ის საზღვრავს რა მოწონს არ მოწონს უყურებს თუ არ მოუყურებს რა მათი გადასაწყვეტია და ის მოითხოვს იქნება ეს მენეჯმენტი იქნება ეს ბორდის წევრი თუ არა მან უნდა განსაზღვროს თავისი განწყობილი და დამოკიდებულების ესე მგონია და ამას როგორ გავზომავთ აი ეს არის მოსაგებია. გასაგებია. რა თქმა უნდა, კრიტერიულების შემუშავება უპირველესია, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოიფინოს ნათელი. ყოველთვის არ არის ყოველთვის იწყებდნენ საუბარს, მაგრამ არასოდეს კონკრეტულზე არ მიდიოდა ხოლმე. ყოველთვის იყო ეს პრობლემა და ამიტომ კიდევ ამბობ რა მე ესე მგონია პირველ რიგში იმისაც რომ მოიზიდო მაყურებელი ამისათვის მეცადო რომ აიციო რეიტინგი შემდგომ უკვე მაშინ ჩადო ის პროდუქტები რაც არის რადგან მე შემდგომ უკვე როგორი მომენტია ის ყველაფერი ლაგდება უფრო სწორად ურთიერთობები და ანუ როგორ გითხრათ იცით რომ საზოგადოების მაუწყებელი გარდა იმისა რომ თქვა ის პროდუქტი უნდა ქმნიდეს ის უნდა ქმნიდეს და არ უნდა ვითარდებოდეს აი ეს განვითარების მომენტი პრაქტიკულად აი ამ სიტუაციაში ხო მოდი შევხედოთ თუ ის არანაირ საზომზე არ არის მიბმული ხო თუ შევხედოთ ესე პრაქტიკულად განვითარება мотивация სადაცაც. არის შეიძლება გადაცემა მოგეწონოს, მიიღო, მაგრამ ის გადაცემა პირველი იყოს, მეორე იყოს და მე ნემა გასულ გაფუჭება როგორც ხდება. რაღაც мотивациები, რაღაც სიმღერის შესაქმნელი იმისათვის რომ ამ ორგანიზმმა საკუთარ თავს უჩვენოთას და საერთოდ ყველას გარშე შეძლოს რომ ამ მდგომარეობაში არ იყოს რა. გასაგებია. ეს ყველაფერი გაკეთდეს უმფრინავად. რა თქმა უნდა. აუცილებლად. დიდი მადლობა და წარმატებებს გისურვებთ. მადლობას გეტყვი ბატონ გიორგი. დიდი მადლობა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი ბატონ გიორგი კოხრეიძე გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. ახლა კი მსმენელია ხაზზე მას გავესაუბროთ საღამოშვიდობისა გისმენთ. საღამოშვიდობისა. მე მაგათ ერთი შეკითხვა რომ ეს საზოგადოებრივი მაუწყება საერთოდ ეს სახელი არ მომდოს საზოგადოებრივი მე უფრო მომხრე ვარ რომ სახელმწიფო მაუწყებას ნიშნავს ხო სწორია მაგრამ ეს სიტყვა ამოღებულია ხმარებიდან საქართველოში ეგ სხვა ამბავია მაგრამ ამ საზოგადოების წევრებად არ ითვლება ასე გამოდის ბორდის მიერ ის ხალხი და მანდ მომუშავე ხალხი ნუ არც ვინც განაგებს მაგას ხო არ ითვლება ის ხალხი ვისთანაც ეს არ მიდის ხო ეს მაუწყებლობა
ეს არის თუ არა მოვალეობა საზოგადოებრივი მაუწყებლის, რომ ყველგან იმაუწყებლოს ამ პირველმა არხმა და მისმა რადიომ საქართველოს ყველა რეგიონში. რომ მაგალითად მარნეულში, მაგალითად ახალქალაქში, ხო, მარტო იქ სომხური სომხეთიდან გადაცემებს იჭერენ, ჩვენი უბრალოდ იმიტომ კი არა, რომ სხვას იჭერენ. არ მიდის პირველი არხი და ამაზე თქვა, ან ამ ვასიკო ვიღაცა მაღლა, ან ვინმე, მაინტერესებს რა, თუ არ არიან ესენი საზოგადოების თუ სახელმწიფოს წევრები. არ ვიცი მე რამდენად მეგონა საქართველოს თელ ტერიტორიას ფარავდა მაუწყებლობა საზოგადოებრივი ტელევიზიისა, მაგრამ და მეგონა ასე იყო, რადგან როგორც მოგეხსენებათ საზოგადოებრივ მაუწყებელზე სხვა არხებისგან განსხვავებით სხვადასხვა ენებზე არის მაუწყებლობა ეთერის გარკვეულ პერიოდებში. ეს ძალიან სამწუხაროა, მაშინ დაახლოებით იგივე თემა ყოფილა, რაზეც ახლა ბატონი გიორგი საუბრობდა, რომ იქნება პროდუქტი და პროდუქტი არ მიდის მომხმარებლამდე. დიდი მადლობა ზარისთვის. იმედი მაქვს, რომ ამ საკითხსაც მოაგვარებენ ყველაფერთან ერთად საზოგადოებრივი მაუწყებლის მესეურები. მორიგი მსმენელია ხაზზე, საღამო მშვიდობისა გისმენთ. გამარჯობა. და ვეთახმები ქალბატონს თეცხაროში ვიყავ 2 წელიწად და იქ პირველი არხის რადიოს საერთოდ ვერ დავიჭერე. არ მოუწყებდა და ახლა რაც შეეხება რეიტინგს და რეიტინგი მარტო იმით რადიოს და ტელევიზიის მუშაობის ეფექტი მარტო რეიტინგით არ უნდა გაიზარდოს. ერთ მაგალითს მოვიხსენოთ ახლა უბრალოდ ეს მოვაგონდა. აი ვთქვათ მაგალითად ერთ ტელევიზიაში ან ერთ რადიოში ვთქვათ წავიგეთქოთ ბოკაჩიოს რომელიმე ბოკამეროინდან და მეორე შეგიძლიათ დოსტოევსკიდან და ტოლსტოის ღრმა ფილოსოფიურ ნაწარმოები და რომელს ეყურება თქვენი აზრს მეტი მსმენელი ანდა ის თქვა როკ მუსიკა რო ჩავატარო სტადიონი გაიხსნა კლასიკურ მუსიკაზე კი შეიძლება ნახევარი დარბაზეც არ გაიწოს საკონცერტო რომელი იქნება უფრო მისაღები და საზოგადოება აი თავარია ერთ-ერთი ტელევიზია მაინც რომელიც საზოგადოება იმუშაოს იმაზე რომ საზოგადოების გაკულტურება მოხდეს აღზრდა მოხდეს სწორი ორიენტაცია მოიწოს და ამიტომ საზოგადოება შეიძლება ის რა ხალხის ბუჯეტზე ის მოგებაზე ხარ გამიგე ის მისი თავარ დაიხსნება საზოგადოების აღზრდა სტოლზაცმე და რა შეიძლება მეტი პროპაგანდა ეროვნულსა და იმაზე და კომერციული და სხვა კერძო უფრო თავის მოგებაზე მუშაობს საზოგადოება რატოს გადაუხადოს საზოგადოება რადიოში შეიძლება რეფორმები შეიძლება მეტი უფრო ეფექტური და უფრო ესე იგი ისეთი პრაქტიკული საქმეებს რომ გლეხსაც გამოადგენს და ხალხსაც გამოადგენს და ქვეყანას რომ წაადგეს წინ და დაიცვას ქვეყნის ინტერესები ხედავთ როგორ საზოგადოების ყველა ფენის მოთხოვნებს უპასუხოს თვითონ ამერიკაშიც კი პროტესტული და ჩვენ რაც უნდა გავხდეს საცდელი ბაჭები მოდი შენ სიტყვაზე გასაგებია. კარგი, დიდი მადლობა თქვენი პოზიციის გამოხატვისთვის და მორიგ სატელეფონო დიალოგს შემოგთავაზებთ. ბატონ ლაშა ტუღუს გავესაუბროთ, მედია ექსპერტი გახლავთ იგი, გაზეთ რეზონანსის მთავარი რედაქტორი. საღამო მშვიდობისა ბატონ ლაშა. მოგესალმებით. ბატონ ლაშა, ძალიან ისეთი მტკივნეული თემა, ისევ მედიასთან დაკავშირებული და კიდევ ერთხელ ვიტყვი იმას, რითიც დავიწყეს გადაცემა, რომ აბსოლუტურად ყველა საზოგადოების ყველა წარმომადგენელი თანხმდება იმაზე, რომ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში ცვლილებები აუცილებელია და პრობლემა გვაქვს ამ ცვლილების განხორციელების მექანიზმებთან. ის რაც ინიციატივების სახით გაჟღერდა ხელმძღვანელობის მხრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლისა, ფაქტია, რომ ისეთი მკვეთრი ნებათაღელვა გამოიწვია, თუმცა ქალბატონმა იანთაძემ აღნიშნა, რომ ისინი ღია არიან აბსოლუტურად ყველასთან დიალოგისთვის ამ თემის, ასე ვთქვათ, საბოლოო ჩამოსაყალიბებლად. ბორდი მომავალ კვირას აპირებს შეხვდეს გენერალურ დირექტორს, მაგრამ ამასობაში ნებათაღელვა გრძელდება, დღესაც აქცია იგეგმება. თქვენ როგორ აფასებთ ამ მდგომარეობას და განვითარებას რასელოდებით როგორ წარმოგიდგენიათ? მე გიპასუხებ რატომ სულილებები ჭირდება საზოგადოებას ისე როგორც თითქმის ყველა დანარჩენ ტელევიზიას სულილებები ყოველთვის არის რეფორმები ეს არის მუდმივი პროცესი ვერ მეტყვით ერთ ტელევიზიას მაჩვენებს განვითარებული ქვეყნების, რომელსაც არ ჭირდება სულილებები და განვითარება ყველა ზონას ამაზე. როცა ლაპარაკობ სულილებებზე და განვითარებაზე, ეს არის ერთი და როცა ლაპარაკობ ისეთ მიდგომაზე, რომელიც სულილებებზე და განვითარებას კი არ იწვევს მკრევას, ეს არის მეორე. აი ეს იდეები, რომელიც აქამდე ჩვენ მოვისმინეთ, ეს არ არის სულილებებზე ორიენტირებული, ეს არის მკრევაზე ორიენტირებული. თუ წარმოქმნიან სულილებებზე ორიენტირებულ იდეებს, ახალ იდეებს, არა იმას, რაც ამერიკაში გვიჩვენეს, უნდა დაიხუროს ძალიან ტელევიზია, რაღაც უნდა გაკეთდეს აცმარხები და ნახევარი გაუგებარი იყო იქ რა ეთქო. ეს არის სულილებები.
კი ბატონო, თუ სხვა იდეები ექნებათ, ვიმეორებთ, საზოგადოება ძალიან დაინტერესებული, იმიტომ რომ ჩვენი ტელევიზია, ეს არ არის ერთი ადამიანის დირექტორის ან ბოლდის ტელევიზია, ჩვენ ცხადია ძალიან ვარ დაინტერესებულები, რომ იყოს უკეთესი. რაც გვაქვს. გასაგებია. მივიღებთ მონაწილეობას ბუნებრივია დანარჩენ დისკუსიებში. ერთი კითხვითაც მინდა ცოტა სხვა ჭრილიდან შევხედოთ ამ მდგომარეობას. ჩვენ სახეზე გვაქვს ის პრობლემა, რომელზეც საუბარია ახლა პირველი არხის თემატიკაზე და სხვა პოლიტიკური ორგანიზაციის თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები გამოდიან და თავიანთ პოზიციას გამოხატავენ და ეს ალბათ მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ იქნება ასე მაინც რაღაც კონკრეტულ საზომებამდე შევჯერდეთ, რომლის მიხედვითაც ასე ვთქვათ, საიდანაც ავიღებთ განვითარების წერტილს. თქვენი შეფასებით რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, იგივე ბორდის მხრიდან, რომ ეს ყველაფერი სწორი კალაპოტით და არა ასეთ რთული გართულებული ვითარების ფონზე არ უწევდეთ მუშაობა თანამშრომლებს, რომლებიც იქ იმყოფებიან და აი სტრესული პირობები და მდგომარეობა, ასე ვთქვათ, დიდხანს და არ გაგრძელდეს და გაურკვევლობაში არ იყვნენ. რა იქნება ამ რეალობაში ყველაზე სწორი და ეფექტიანი ნაბიჯები ამ დროისთვის თქვენი? სწორი და ეფექტიანი ნაბიჯები იქნებოდა თუ გუშინ და გუშინ წინ ბორდი შეიკრიბებოდა და ეთყოდა არას was im Wasserspot gegen die Archkaros. Da ვითარება მინდა გითხრათ, უთხოვდება ვითარებაში ჩაერთო დღეს ახალს მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრი, პარტიები, საზოგადოება ვითარება უკრთულდება, მე ჩაერთვებდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, ეს დაიწერება რეპორტები და ეს პრობლემა უფრო და უფრო ღრმავდება. რატო ღრმავდება? იმიტომ რომ იდეა, რომელიც იქნა წარმოდგენილი გენერალური დირექტორის მიერ, ეს არ არის რიგითი მოქალაქე, რომელსაც შეიძლება კონდეს რაღაცა იდეა და ნებისმიერ იდეაზე ვიმოდით ვიმშევოთ, რაღაც ფილოსოფიურ იდეებზე არ არის ლაპარაკი. აქ არის ლაპარაკი კონკრეტული ადამიანის კონკრეტულ იდეაზე. აი ამ იდეამ გამოიწვია ეს ვითარება. ეხლა თუ ვინმე ფიქრობს, რომ სწორია 100 გადაცემიდან 101 დახურო ტელევიზიაში და ვინმე თუ ამას ხარს უჭერს, არ ვიცი, ეს მისი, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებაა. თუმცა არ გონია, რომ ამ ვითარებაში ესეთი ტიპის გადაწყვეტილება, ან ნებისმიერ სხვა ვითარებაში ესეთი ტიპის გადაწყვეტილება იყოს სწორი. ამიტომ როცა ვიცით, რომ არ არის სწორი, დროზე უნდა მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება. გასაგებია. დიდ მადლობას მოგახსენებთ ბატონ ლაშა. მადლობა თქვენს. აფონდის ლაშა ტუღუში, მედია ექსპერტი, გაზეთ რეზონანსის თავარი რედაქტორი გვესაუბრებოდა პირდაპირ ეთერში. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, დღეს ჩვენ საუბრობთ საზოგადოებრივი მაუწყებლის რეორგანიზაციაზე და ინტერაქტივის კითხვაც იყო შესაბამისი თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებელი. ჩვენ რამდენიმე სატელეფონო დიალოგი შემოგთავაზეთ და აქვე გეტყვით, რომ როგორც ლაშემაც აღნიშნა, ამ თემას დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. მისი განცხადებით მნიშვნელოვანია საზოგადოებამ მიცოდეს, რომ მთავრობა და ხელისუფლება დაინტერესებულია საქართველოს კონდეს ყველაზე თანამედროვე და სტანდარტებთან შესაბამისი დამოუკიდებელი და საინტერესო საზოგადოებრივი მაუწყებელი. გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ხდომაზე ასევე დააზიანა, რომ მთავრობა მიესალმება საზოგადოებრივ მაუწყებელში დაწყებულ პროცესს. მისივე თქმით უნიშნულოვანესია შემდეგი რამ, რომ დღეს ჩვენ ათეულობით მილიონ ლარს ვიხდით ამ პროდუქტში და ვერ შევეგუებით, რომ ამ თანხის შედეგად მივიღოთ პროდუქტი, რომელიც არ იქნება თანამედროვე, საინტერესო, ასევე ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს მართლაც ჭეშმარიტად საზოგადოების ინტერესების გამომხატველი ტელევიზია, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, მეორე არხის გენერალურმა დირექტორმა დოდოშენოვამ აღნიშნა, რომ მიუღებელია მისთვის მაუწყებლის შეჩერება 11 თვით. მეორე არხის გენერალური დირექტორი საზოგადოებრივი მაუწყებლის ნდობის ჯგუფის წევრის დოდოშენოვას აზრით, ცვლილებების წინააღმდეგი არავინაა, თუმცა კომპეტენტურ მენეჯმენტს მოითხოვს იგი, ასევე ადამიანური და ფინანსური რესურსების მართლზომიერ მართვას. საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობის 11 თვით შეჩერებაზე აქცენტირებს სახალხო დამცველიც, ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანია, როგორც უშა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გადაცემების გაჩერება კითხვის ნიშნებს საჩენს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში აქტიური პოლიტიკური პროცესებია.
ეს ასე ვთქვათ ის თავარი განცხადებები, რომელიც ჩვენი გადაცემის დღევანდელი გადაცემის თავარ თემას ეხებოდა და ჩვენი გადაცემის მიწურულს შევახსენებთ, რომ რადიო იმედი და ვებ პლატფორმა WeHelp.lg ახორციელებთ ერთობლივ საქველმოქმედო კამპანიას და ასე ვცდილობთ დავეხმაროთ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად ჭირდება. ამ კვირაში ჩვენ 34 წლის რატი გომართელს ვეხმარებით, მას პირველი ტიპის დიაბეტი და თირკმლის ტერმინალური უკმარისობა გააჩნია და თირკმლისა და პანკრეასის კომბინირებული გადანერგვა სჭირდება, რაც 450,000 ლარი ღირს. მის დასახმარებლად შეგიძლიათ დარეკოთ ტელეფონის შემდეგ ნომერზე 0917108082 ზარისღირებულება 1 ლარია. დამატებითი ინფორმაციისთვის კი შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს WeHelp.lg და დაეხმაროთ დღევანდელ ბენეფიციარს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ ტელეფონის ნომერს, რომელთაც შეგიძლიათ დაეხმაროთ 34 წლის რატი გომართელს, რომელსაც კურნალობისთვის 450,000 ლარი სჭირდებათ. 0917108082 ზარისღირებულება 1 ლარია. ამ დროისთვის სულ ეს იყო, ხვალ კი 17 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ კვლავ პირდაპირ ეთერში იქნება გადაცემა ვუსმენთ ერთმანეთს. ხვალამდე. გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. ზაზა ჭიტანავასთან ერთად. ვუსმენთ ერთმანეთს.